პირისპირ შეხვედრა შედგა ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებს შორის იმსჯელეს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობაზე. ყურადღება გაამახვილეს მხარეთა შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე. მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და სომხეთს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ. მათი თქმით, ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებით. ჩვენ შეხვედრაზე განვიხილეთ არსებული საპოლიციო თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები. ქალბატონი არპინე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მოინახულებს და გაიცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პოლიციის, საპატრულო პოლიციის, მომსახურების სააგენტოს მიგრაციის დეპარტამენტის საქმიანობას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დღეს გავაფორმეთ რეადმისიის შეთანხმება, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს თანამშრომლობას მიგრაციის მიმართულებით. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დავგეგმეთ არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება სხვადასხვა მიმართულებით. დღეს ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ, რომელიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას. სომხეთსა და საქართველოს არამხოლოდ საერთო საზღვარი, არამედ საუკუნოვანი მეგობრობა და სტრატეგიული თანამშრომლობა აკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის გარანტია.